მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ჩემოდანი, მე ვარ თამრი გერმანიიდან. რა ლამაზი ხარ თეაკო. მე მინდოდა რა ლამაზი მეთქვა ხარ. იგივე ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდი შენ მისალმებას. ძალიან ლამაზი ხარ. არც კი დაგაცადე მე ვარ წარმოგედგინე თეაკო თავი, კანადიდან, ხალხო გახსოვთ? რა ლამაზი ხარ თეაკო კანადიდან. ვაუ, მომწონს ეს რაღაც კომბინაცია მომწონს. რატომ გამოიყურები ასე ლამაზად? აი ახლა მე რას მეკითხები, მე მაქვს იგივე კითხვა შენთან და შენ წინა გადაცემაში ხომ ათქმევინე მე ვისთვის ვიპრანჭები და ახლა მე მაინტერესებს შენ ვისთვის ხარ გამოპრანჭული. მსმენელისთვის. სხვათა შორის რაღაც მუზაზე მოვედი, რომ მაკიაჟი კარგად გამეკეთებინა, არ ვიცი თვალები ჩანს თუ არა და მე რა ვფიქრობდი, არა ისე რომ ჩავწერთ, მე კიდე ნახევარი დღე მაქვს და სადმე უნდა გავიდე, სადმე უნდა წავიდე მეთქი. მოვიფიქრებ, არ ვიცი. ჩემი ვარდები როგორ მოგწონს გადაფურჩქნული პიონები. ვარდები და პიონები არც შემიმჩნევია შენ გიყურე. ვაიმე! რა ვარდები და პიონები? არ გადამრიო ქალო, კაი გაჩე. ყველაზე ლამაზი ყვავილი მყავს საკერ წინ მისთვის. ვაიმე! ლოყებში სიციდლე დამემჩნე. უბრალოდ ბლაში. ბუნებრივი ბლაში. რა ძალიან ლამაზია შენი ყვავილები, მართლა არ დამინახავს, ძალიან ლამაზია. ხო, უკვე გადაფურჩქნულია უკვე ცვივა ფოთლები და დაახლოებით ერთი კვირა დახურული შევიწინე, დახურული იყო ყველა და ახლა უკვე გადაიხსნა და ცვივა. შევიწინე რა მომართვეს. ხო. ერთ-ერთმა მსმენელმა. მოდი არ დავკონკრეტდეთ. ფანები კი ყავს უკვე იმდენად პოპულარულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სპონსორმა ხო არ გამოგიგზავნა. ამით მინდა გამოვიწვიო საქართველოს ბანკი მაგთი და Next ჯგუფი და არა ჩავასწორებთ ხალხო, იმიტომ რომ მე ჩავრჩი რამდენიმე წლით ადრე სიტუაცია, ნუ მოკლედ შემეშალა სახელი ხალხო, არა უშავს, ნუ ვინმე ხართ, ვისაც ქვიათ ჰორიზონტი, არ ვარ წინააღმდეგი მაინც. ხო, მაგრამ თეაკო ნორმალურია ეგ რომ რაღაცეებში ჩარჩენილი ხარ. ჩვეულებრივია, ადამიანურია, ყველა რჩებით ხოლმე რაღაც სფეროებში ჩარჩენილი ვართ ყველა. მთავარია რომ ღიად გახსნილად საუბრობ ამ თემაზე. მთავარია მიმღებლობა არის. ხო, რაღაც ნუ მოკლედ. კი, და ხომ ხედავ, აი, ამის მიმღებლობა რომ გაქვს, ამიტომ მოგვეცა საშუალება, რომ ჩაგვესწორებინა და გვეთქვა. ამით ვიწევთ პოტენციურ სპონსორებს, რომ დაგვასპონსორონ. გვიხარია თქვენთან შეხვედრა. რაღაც უნდა მეთქვა და დამავიწყდა. სპონსორებს თავი დავანებოთ. რა დამავიწყდა? რაღაც თემაზე უნდა მეკითხა შენთვის რაღაც ნიშნულოვანი. სხვათა შორის. ხომ არ გინდა გამახსენო? რა უშავს გაგახსენდება. კაი, შუაგზაში გამახსენდება. სხვათა შორის ხალხო მე მოგიყვებით ახლა ერთ ამბავს, რაც ცოტა ხნის წინ შემემთხო და ერთი გამოთქმა გამახსენა. მე გავაგრძელებ ჩემი მსხლის ჭამას. გისმენ. ხლით რომელიმე ფერმერს ხომ არ იწვევს სპონსორად? ხო, დღეს დილით გავიღვიძე და ნუ ვემზადებოდი რომ უნდა ჩაგვეწერა პოდკასტი, მოვამზადე მიკროფონი, ასე შემდეგ, განათება ყველაფერი და
ძალიან საშინლად და ძალიან მტკივნეულად მივარტყი ფეხი, კოჭის ნაწილი მივარტყი საწოლს და ძალიან მეტკინა, აი იმდენად მეტკინა, ცოტა ჩამილურჯდა, მაგრამ ყინული დავიდე და უკვე უკეთესად ვარ. და გამახსენდა გამოთქმა კოჭებში ეტყობაო. კოჭებში ეტყობა რაც არისო. მე მგონი მივხვდი რატომაც ამბობენ მაგას. და შენ რა გეტყობა? მილურჯე. შენს კოჭებს რომ ამ შემთხვევაში რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ სილურჯეს, ანუ რისი ინტერპრეტირების საშუალება გვაქვს რა, ანუ რა გეტყობა კოჭებში? ანუ ის მეტყობა რომ ცოტათი არ ვიცი რა ქვია მოჩხუბარი ხარ? მოუხერხებელი ქვია? აი რაღაცა ხიფათებს რომ მარტივად პოულობ, მოუხერხებელი არ კლამზი. ხო, მოუხერხებელი. გერმანულად გეტყვი, მაგრამ მაინც მე ვარ ძალიან მოუხერხებელი. გავიგებ, მაგრამ გადათარგმნა ხო გვინდა? ხო. ვერ გაიგებო ხალხო, 1 წელი მე არ ვცხოვრობდი გერმანიაში და გერმანულად ვერ გაიგებს მსმენელი. აჰა, გასაგებია. შენ წარმომიდგენია რომ გაიგებ. წაღან მიხსენებდი ბატკისინგენში შენს ყოფნას. კი. ვფიქრობდი რომ კოჭებში მეტყობა ის რომ მოუხერხებელი ვარ და ფიზიკურად ზოგჯერ რაღაცებს მართებ საკუთარ თავს. და არა მხოლოდ ასე რაღაცასთან დაჯახებით, არამედ ხელის გაჭრით, თითების დაჭრით და ასე შემდეგ და სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდია, რაც მსგავსი რაღაცები მაქვს და გამახსენდა ეგ გამოთქმა და მეცნებოდა. ანუ კოჭებზე უნდა დაგაკვირდეთ, რომ ადამიანს კოჭებზე უნდა მე მგონი ჩემ კოჭებზე დაკვირვებით ვერ მიხვდები. იმიტომ რომ სულ უმეტესად იმდენად გრძელი კაბები მაცვია კოჭები საერთოდ არ მიჭანს. კოჭი დაფარულია, ვერ დაადგენ. დაუდგენელია, მისტიური, შეიძლება კი რატომაც არა მისტიური ვარ. ამოუცნობი. თეაკო, ახლა ვიფიქრე, გუშინ ხელი მივიწვი პურის ცხობისას. სხვათა შორის მოუხერხებლობაშიც შეიძლება ჩამეთვალოს ეგ. ანუ ხელებზე უნდა დამაკვირდე მე. ვინ სად მოღვაწეობს გააჩნია. მაინც სამზარეულოში ხო იცი. გარდაუვალია. მოგვიყევი შენ პურებზე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა შენ პურებს და იმედი მაქვს არა და ვისურვებდი რომ მქონდეს იმის საშუალება რომ გავსინჯო ახლოდან და ვაგემოვნო. მეც ვისურვებდი დიდი სიამოვნებით გავასინჯებდი ყველა გამომწერს, ვინც 200 რამდენი ყავს, 187 გამომწერი ყავს, ყველას გავასინჯებდი დიდი სიამოვნებით. იმიტომ რომ ისეთი გემრიელია. ანუ კმაყოფილი ხარ. შენი ბავშვი რომ გაგიჩნდებაო და შენი ბავშვი ყველაზე საყვარელი გქონიაო. აი ზუსტად მასე ვარ განწყობილი. ჩემი პური მგონია რომ ყველაზე გემრიელი პურია. ვაუ. იმიტომ რომ გამომივიდა სხვათა შორის პირველად რომ ვცადე არასწორი ფქვილით ვცადე. კი არა და ბევრი 80 გრამის ნაცვლად 200 გრამი შევურიე. ეს ცოტა მონაცრის პროფქვილი და მაგიტომ ჩამიგდო ცომი. და მეორე მცდელობაზე უკეთესი გამომივიდა და მესამეზე უკვე დღეს დილით მივერცვი. ძალიან მომეწონა, ძალიან გემრიელი იყო და სხვა მცდელობებიც დარწმუნებული ვარ რომ კარგად გამომივა. იმიტომ მე თუ რაღაცას მოვინდომებ, იმდენად ზუსტად და იმდენად ფრთხილად მივყვები ყველა ნაბიჯს, რომ არ გამომდის უკვე საკუთარ შესაძლებლობებს ვაყენებ ეჭუქვეშ, იმდენად განვიცდი და იმიტომ რომ თავიდანვე დარწმუნებული ვარ რომ გამომივა. და მაგიტომ პირველი ძალიან განვიცადე, მაგრამ გამომივიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოველ შემთხვევაში ვაპირებ რომ გავაგრძელო ამ გზას გავყვე. ჩემი ცომი ეს სტარტერი რაც მაქვს დროჟად რომელიც მოვამზადე,
ეს ცომი მუდმივად ცოცხალია და მუდმივად აქტიურია, აფუვდება ლამის გადმოდის და ისევ დავამატებ და ისევ ვაჭმევ ფქვილს და წყალს, რომ მუდმივად აქტიური იყოს. და რაღაც ახალი ანუ ჰობი გავიჩინე ეგ მოკლედ. ყავს მოსავლელი. ბავშვი კი, ყოლია რა სხვათაშორის, გიგო. კი. სხვათაშორის ყველა ვინც ამას აკეთებს, ანუ ამ ჰობის მიმდევარია და სტარტერი აქვს, სტარტერი ქვია იმ ცომს, რომელსაც დროჟად იყენებ. სხვათაშორის რომ მიდიან შვებულებაში სადმე შორს, ყველგან მიაქვთ. თვითფრინავითაც კი მიაქვთ ეს ცომი, რომ გააგრძელონ აქტიურად დარჩეს ეს ცომი. შეიძლება ერთი კვირა შეინახო მაცივარში, ორ კვირამდეც ძლებს, მაგრამ მერე გამოცოცხლება ცოტა რთულია. ხო და მეც ასე ვაპირებ. საქართველოში თუ წავალში, წავიყვანდი ახლა. იმედია დამატებით ბილეთი არ ჭირდება. თუ იმდენად აქტიურია, რომ ბილეთი მომთხოვეს, პურსაც ალბათ იქ ბიზნეს გავხსნი და პურის საცხობს გავაკეთებ, რომ ბილეთის ფასი დავიბრუნო, გადახდები. ნახევარი იქ საქართველოში დატოვე. ხო, ნახევარს დავტოვებ. სხვათაშორის აქ საცხობებში, ვინც ანუ რომელ საცხობსაც მსგავსი პური აქვს, ძირითადად თაობებს გადასცემენ ამ სტარტერს, ანუ ამ ცომს, რომელიც აქტიურია და დიდი სიამაყით გადასცემენ თაობებს სხვათა შორის და იმასაც ამბობენ, რომ 150 წელი ეს ცომი ცოცხალია. What? ხო. Wow. და წარმოიდგინე რამხელა ტრადიციაა. და თან რაღაცნაირად სრულიად არაფრისგან რომ ამხელა რაღაც გამოგდის და მე ამხელა ასეთ გემრიელ რაღაცას მიირთმევ, მართლა ხელოვნება რაღაც შემქმნელის, ანუ ღვთაებრივი რაღაცა, მართლა ღვთაებრივია, იმიტომ რომ ფქვილი და წყალი, დროჟიც კი არ დამიმატები არაფერში, ფქვილი და წყალი და მოთმინების უნარი. ვაუ, ძალიან საინტერესოა. და გამომივიდა და ძალიან მაყოფილი ვარ რაცი. ყველას დაბადების დღეებზე ხოლმე შეგიფუთავთ თქვენთვის თქვენს ფავორიტ პურს და მოგიძღვნით პურს. მაგაზე კაი საჩუქარი რა იქნება? მით უმეტეს ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი ტარდება თურმე. ხო, თითქმის მართლა რიტუალის დონეზეა კი ბატონო. და მაყოფილი ვარ. ესე იგი სამომავლოდ ნახავ დავტესტავ. ვაჩუქებ ადამიანებს შეფუთულ პურს და როგორ გავახარებ იმის მიხედვით გავაგრძელებ ამ ტრადიციად ჩამოვაყალიბებ, რომ დაბადების დღეზე და დღესასწაულებზე გერმანული პური ჩემი კრეატივით შექმნილი გერმანული პური ვაჩუკო. საყვარელ ადამიანებს. ხო. ჩამოიყვანე აქ რომ წამოხვალ, ჩამოიყვანე შენი საფუარი და აქაც დაგვიტოვე მერე. კი, და ტრადიციულად გააგრძელებ მერე შენ კანადაში გააგრძელებ. მოუარო შენ საფუარს. სხვათა შორის ვფიქრობ, რომ ყველას გამოვა, ვისაც სურვილი აქვს და ინტერესი, რომ გამოუვიდეს. და დრო. იმიტომ რომ ადრე არავის არ ქონდა დროჟი და პურსაც აცხობდნენ და საჭმელიც ქონდათ სახლში. ჩვენ ახლა ასე მარტივად საკმაოდ გამარტივებული გვაქვს ცხოვრება და სხვანაირად ვუყურებთ და ვუდგებით ხოლმე რაღაცეებს და მე ვფიქრობ ადრე ეს შესაძლებლობები რაც ახლა გვაქვს არ ქონდათ ადამიანებს სულ ერთი ახალი კაცი ამდენად არ ქონდათ და მაინც არაფრისგან ყველაფერს შექმნიდნენ და გააკეთებდნენ. ესე რომ დღემდე მოვედით და აქამდე ცოცხლები ვართ და ჯანმრთელობას რაც შეეხება კიდე ბევრად უფრო ჯანსაღად ვართ ვიდრე წლების წინ. კი, გეთანხმები და ალბათ ისიც რომ მოთმინების უნარი ძალიან დიდი ფაქტორი იქნება ალბათ ამ პროცესში და თან ისიც რომ დრო უნდა გამოყო ამისთვის საკმარისი და
მთლიანად უნდა იყო პროცესში უნდა იყო და სადღაც სხვაგან არ უნდა გქონდეს ალბათ გონება და მთლიანად უნდა მიუძღვნა ის მომენტი ამ პროცესს და ძალიან საინტერესოა ეგ. კი. მართლა მთლიანად უნდა მიუძღვნა პროცესში დროს სხვათა შორის დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად ნებისმიერ ამას სკაიპური მაგალითად ავიღოთ, მაგრამ ნებისმიერ ამაში მგონი ასეა. რაღაცაზე პასუხისმგებლობას როცა იღებ, პრიორიტეტი უნდა იყოს ეს საქმე შენი, რომ კარგად გამოგივიდეს და მე დარწმუნებული ვარ იმაში ნებისმიერ ადამიანმა რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს ერთი კონკრეტული რაღაც მინდა გამომივიდეს, შანსი არა რომ არ გამოუვიდეს, როცა ბოლომდე ყურადღებას, ენერგიას ინვესტირებს ამ ერთ საქმეში და თან მიმღებლობა აქვს იმის, რომ ისწავლოს, არა ის, რომ მე ყველაფერი ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გამომივა, არამედ ის, რომ სწავლის პროცესში რამდენად მიმღებლობა გაქვს, რამდენად მაღალია შენი მიმღებლობა, რომ ახალი ინფორმაცია მიიღო და შეისწავლო და გააუმჯობესო და უფრო და უფრო უკეთესი გახდე. მე ვფიქრობ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი თუნდაც ახლა შენ რომ დაიწყე ნაშრომზე მუშაობა, კი არა და ქართულად რა ქვია, რაზეც მუშაობ? არ ვიცი. ალბათ აბსტრაქტი არა, აბსტრაქტი სხვა რაღაცაა მგონი. ისე აბსტრაქტის მიმართულებით არ გადადის? არ მიდის? მგონი აბსტრაქტი ცოტა უფრო მოკლეა კიდე, ხო. ძალიან ზოგადი მიმოხილვა. კი, მართალი ხარ. და თან ისიც, რომ მსგავსი რაღაცის კეთების პროცესში შეცდომების დაშვებისთვისაც მზად უნდა იყო კი არა. ის უნდა გქონდეს გააზრებული, რომ ამ პროცესში შეცდომები არის ნორმალური და რომ შეცდომების მიუხედავად მაინც გააგრძელო შენი გზა და ამ კონკრეტულ რაღაცაზე მუშაობა. და კი, გეთანხმები, რომ ყველა საქმეში მე მგონი ერთი და იგივეა მიდგომა. ფიზიკურად ხელით აკეთებ რამეს თუ გონებრივად მუშაობ თუ რაღაც მიზანი გაქვს დასახული, ვფიქრობ, რომ მაინც ერთნაირად უნდა მიუდგე, ასე უნდა მიუდგე. და ეგ არის სწორედ ზრდის პროცესი, ასე მგონია. და თან მერე ის რომ გზა და გზა რაღაცას აუმჯობესებ და ამ შედეგს ხედავ, რომ უფრო უკეთესია ვიდრე წინა, რა თქმა უნდა, ეგ არის მერე ძალიან დიდი სიამოვნების მომტანი. ძალიან საინტერესო თემას ვეხებით. ვფიქრობ საინტერესო იქნება, არ ვიცი, იმიტომ კი არა, რომ ჩემზე ვსაუბრობ, არამედ იმიტომ, რომ რაზე გავლენა მოახდინა ჩემზე, თუნდაც იმან, რომ არ ვიცოდი სწავლის პროცესი. ამაზე რომ მოკლედ რომ ვისაუბრო ის, რომ ჯერ კიდე სადღაც აქ რომ დავიწყე უნივერსიტეტში სწავლა, მაშინ ვისწავლე, როგორ უნდა ვისწავლო. იმიტომ რომ მანამდე არ ვიცოდი, თუნდაც ის რომ შეცდომის დაშვება არ არის რაღაც ფატალური დამანგრეველი, არამედ შეცდომა არის პროცესის ნაწილი, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ გაუმჯობესდე. გააჩნია შე როგორ ხედავ ამას და მე იმდენად თავიდანვე ისე ვიყავი შეჩვეული, იმიტომ რომ წერა-კითხვაც კი პატარა ასაკში ვისწავლე, ისე რომ სკოლამდე ვისწავლე, მე თვითონ ვისწავლე და კიდე ბევრი რაღაც სხვა და დიდი ძალისხმევა თითქმის მე-9 კლასამდე დიდი ძალისხმევა არაფერში არ ჩამიდია სწავლის პროცესში, ამიტომ სწავლა არ ვიცოდი. ანუ სწავლა როგორც ასეთი რომ დამჯდარიყავი და რაღაც მესწავლა, ეს არ ვიცოდი. კი ვსწავლობდი, რა თქმა უნდა, გაკვეთილებისთვის ვემზადებოდი, მაგრამ როგორც ასეთი პროცესი, რას ნიშნავს სწავლა, ეს არ ვიცოდი და ეს ვისწავლე აქ ყოფნის დროს. იმიტომ რომ პირველი გამოცდა რომ ვერ ჩავაბარე მათემატიკის გამოცდა იყო თან სხვათა შორის და მით უმეტეს მათემატიკაში არასდროს არ მქონია ისეთი ცოდნა, რაც აქ მომეთხოვებოდა. მაშინ დავიწყე სწავლის სწავლა. და ის რომ
სწორედ ამ ჩაუბარებელი გამოცდით შანსი მომეცა ის, რომ ნამდვილად მესწავლა ის, რაც არ ვიცოდი. და ძალიან რთული პროცესი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ იმის აღიარებაც, რომ რაღაც არ ვიცი, არა და კი ვიცი რაციონალურად კი ვიცოდი, რომ მე მათემატიკა არ ვიცოდი იმდენად და თან მით უმეტეს აქ სკოლა არ დამიმთავრებია და არ მქონია ის გამოცდილება, რაც აქაურ სტუდენტებს ჰქონდათ. მაინც ემოციურად რაღაც დიდ ბლოკადებში ვიყავი, რომ რაღაცისთვის იმაზე მეტი დრო და ენერგია უნდა გამომეყო, ვიდრე სხვა რაღაცეებისთვის გამოვყოფდი და ამით იმასაც ვაღიარებდი, რომ რაღაც იმდენად კარგად არ შემიძლია, რამდენადაც დაუშვათ წავიკითხე, გავიაზრე და გავიგე 1 საათში, როცა მათემატიკაში იმ შემთხვევაში 3 და 4 საათი შეიძლება ერთ კონკრეტულ რაღაცასთან პრობლემას ვაგვარებდი. და ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის, თუმცა ესეც იმის პროცესი იყო და ის ნაწილი, რომ დღეს პურის გამოცხობა მოთმინების უნარი გამოვიმუშავე და პურის გამოცხობა შემიძლია. ბევრ რაღაცასთან არის კავშირში, ანუ ძალიან კომპლექსურია ვფიქრობ და თან ძალიან ემოციურია მსგავსი რაღაცეები და მესმის რასაც ამბობ. მით უმეტეს, როცა ახალ გარემოში, ანუ ერთგვარი გამოცდა არის შენთვისაც, როცა საერთოდ სრულიად ახალ გარემოში ხვდები და მით უმეტეს ახალ აკადემიურ გარემოში ხვდები, სადაც საერთოდ სხვანაირი მიდგომებია სწავლის მიმართ. ფიქრობ, სხვანაირ გამოცდას უწყობს ეს საკუთარ თავს, ანუ შენ თავს გიწყობს რაღაცა სხვანაირად. და ამ პროცესში გახსნილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გეთანხმები, რასაც ამბობ. და ჩემთვისაც ძალიან ემოციურია. თუნდაც შენც გაქვს გამოცდილი ეს პროცესი, როცა ნაშრომზე უკვე რეალურად იწყებ მუშაობას და აი უკვე უნდა წერა დაიწყო, რამხელა ემოციურ პროცესთან არის ეს დაკავშირებული. ერთი ის, რომ მთლიანად ყველანაირი რესურსი უნდა ჩადო იმაში, რომ ზუსტად ის გამოგივიდეს, ზუსტად თუ არა მიახლოებით მაინც გამოგივიდეს ის, რაც ჩაფიქრებული გაქვს, იმიტომ რომ როცა პრაქტიკულად წერას იწყებ, ძალიან შრომატევადი პროცესია და რთულია, რომ ზუსტად ისე მოუყარო აზრებს თავი, როგორც წარმოგიდგენია შენ და გინდა რომ იყოს შენი ნაშრომი. და მეორე კიდე არის ის, რომ რაღაც ერთი თავის დასასრულს ნიშნავს ეს. ანუ შენთვის ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ასრულებ და ეს ორი რაღაცა მუშავდება და ხვდება ერთმანეთს, რომ აი მე უნდა ვიყო ამისთვის ემოციურად, რესურსებით, ყველანაირად დროით, ყველაფრით უნდა ამაში ინვესტირება ჩავდო და თან მეორე ნაწილი ცოტა სენტიმენტალური ნაწილი, რომელიც თან სენტიმენტალურია და თან გახარებს, იმიტომ რომ ამ რაღაცა ერთ ნაბიჯს თუ ერთ თავს ხურავ, მაგრამ თან თითქოს რაღაცნაირად ტკბილმწარე შეგრძნება, რომ აი ეს ემოციები აბა სად წავიღო, ანუ რაღაც ორი სივრცის გამოყოფა გჭირდება, ერთი სამუშაო სივრცე და მეორე ის, რომ ემოციურად დაიცალო და ეს შინაგანი რაღაც დუღილის პროცესი გარეთ გამოუშვა და ძალიან საინტერესო პროცესია და ზოგადად ნაშრომზე მუშაობის პროცესი, იქნება ეს საბაკალავრო თუ მით უმეტეს სამაგისტრო ნაშრომი, ეს პროცესი ცოტა იზოლირებისკენ მიდრეკილი პროცესია და მით უმეტეს სამაგისტრო პროგრამაზე აქ ისეთი მიდგომაა, რომ შენ ხარ შენი დროის მენეჯერი, შენ თვითონ წყვეტ, როდის გინდა დაამთავრო, რამდენ დროს გამოუყოფ, თქვათ, დღეში, რომ ამაზე იმუშაო, ანუ ყველაფერი შენზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, ცოტა რთულია, რომ დააბალანსო სხვა პროცესები, რაც შენ ცხოვრებაში მიდის, თუნდაც პირადი ცხოვრება და ის, რომ გინდა, რომ დარჩე და დროულად
რანაირად თქვა, ანუ მიყვე იმ შენ დროის გეგმას, რაც გაქვს გაწერილი. ცოტა რთულია და ისეთი გამოწვევადი პროცესია ძალიან. მაგრამ თან სასიამოვნო პროცესია და თან აკადემიურად ძალიან საინტერესო პროცესია. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ პერიოდში. იმიტომ რომ შეგიძლია დაბრუნდე და ისწავლო მაგისტრატურაზე. ახლა შენ რაც მითხარი, რაც გადმოეცი, შენთან ერთად ვიმოგზაურე, იმიტომ რომ იმდენად გახსენი ეს ჩემი წარმოსახვის უნარი და იმდენად კარგად გადმოეცი, რომ გამოგყევი ამ შენს მოგზაურობაში და წარმოვიდგინე ის პერიოდი, სხვათა შორის ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეგ პროცესი, როცა ერთი რაღაც კონკრეტული კითხვა მაქვს და ამ ერთ კონკრეტულ კითხვაზე ლიტერატურის მოძიება, გამოკითხვის ჩატარება, თუ რა ვიცი, ყველაფერი რაც კი გამიკეთებია, ამ ერთ კონკრეტულ კითხვაზე რომ ვმუშაობ და ერთ ნაშრომს, ერთ სრულ რაღაც წიგნს ვადგენ. და სხვათა შორის ახლა ვიფიქრე, რომ ჩემი ნაშრომის თეზისის ამობეჭდვა მინდოდა და დღემდე არ ამომიბეჭდავს. აი, სირცხვილი ამობეჭდე და სამაგიდო წიგნად გექნება. ხო, თან სხვათა შორის ისეთი თემა იყო, რომ ვფიქრობ, კარგი იქნება თუ თან განვავრცობ უფრო ემოციური ინტელექტზე, რადგან დავწერე და თავიდან განვითარება, ანუ ფსიქოლოგიურ, მოიცა განვითარების ფსიქოლოგიიდან დაწყებული მე ემოციური ინტელექტზე და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება განსაკუთრებით ამ სფეროში, ჩვენს სფეროში, ისე პროფესიონალიზმის განხრით. კი დაგეხმარები, წამიყვანე. ასისტენტად დავნიშნე. შენს პირად ასისტენტად დაბრუნდი და მაგისტრატურაზე, მაგისტრატურის პროგრამაზე შეგიძლია გაავრცე, მაგრამ შენი თემა და უფრო სიღრმეებში ჩახვიდე. ხო, სხვათა შორის კი მიფიქრია, მაგრამ რა ვიცი, ახლა მაინც ამ ალბათ ოდესმე მეც ასე შენ როგორც გააკეთე რამდენიმე წლის მერე მაგისტრატურა დაიწყე და მანამდე მუშაობდი და გამოცდილება დააგროვე, ალბათ მეც ასე ოდესმე მაგისტრატურას გავყვები, მაგრამ ამ მომენტში ისევ წარმოსახვითია ეს, რომ ვაიმე, მომენატრა კაი იყო, ეს პროცესი მომწონს. და თან მით უმეტეს რასაც ეხები ის, რომ ერთი რაღაც სრულდება უკვე, დასასრულს უახლოვდება და მთელი პასუხისმგებლობა რომ შენზეა. ხო. და უკვე პასუხისმგებლობას იღებ იმაზე, რომ მალე დამთავრდება ეს ერთი თავი და როგორ დამთავრდება, ამაზე შენ ხარ პასუხისმგებელი. ხო, და ძალიან დიდი ემოციური მომენტია ეს, თან ამის მიმღებლობა და თან ის, რომ ბოლომდე ამ ემოციებში ვერ ჩაეშვები, იმიტომ რომ ფიზიკურად და გონებრივად უნდა დარჩე, უნდა იყო აქ ამ მომენტში, რომ ამაზე მუშაობა შეძლო და თან ისიც გინდა, რომ უფრო მეტი სივრცე იმას დაუთმო, მერე გინდა უფრო მეტი სივრცე ამასაც დაუთმო, რომ რეალურად იმუშაო და რაღაცა ეს ბალანსის დაცვის მომენტიც არის, მაგრამ ძალიან საინტერესო მომენტია ძალიან და გაგიზიარებთ მერე ჩემი ნაშრომის თემასაც. ახლა ხომ არ გინდა გაგვიზიარო? ჯერჯერობით თავშევიკავებ. კარგი. დავკავებ ცოტა ინტერესს. კარგია, სწორია. ინტერესს. რათა შევინარჩუნოთ, აი ასე, არა ორგანულად შევინარჩუნოთ მსმენელი. თეაკო. მაგრამ ინსტაგრამი რა თქმა უნდა შენს ხელშია და გვაინტერესებს, გვინდა და მოვითხოვთ
მსმენელის სახით მოგმართავ. მოვითხოვთ, რომ გაგვიზიარო პროცესი, როგორ მიმდინარეობს წერის პროცესი, რეშეშირებას, რა ქვია, ძიების პროცესი და თუნდაც ემოციური პროცესი, როგორ მიმდინარეობს, რა რუბიკონებს გადალახავ. აუცილებლად გაგიზიარებთ. აი დღეს უნდა მთლიანად ვიმუშაო ნაშრომზე და თუ დარჩებით სტორებში გაგიზიარებთ. ნუ ეპიზოდი ცოტა მოგვიანებით გავა, მაგრამ დღევანდელ სტორებში გაგიზიარებთ. ალბათ ეპიზოდი როცა გავა, მაშინაც მაგ პროცესში ვიქნები. კი, შემდეგი რამდენიმე კვირა მაინც ამ პროცესში იქნები. და ჩემი გამოცდილებიდან მე მახსოვს ცოტა მინდა ამით ხარი დავუჭირო შენში არსებულ იმ ემოციურ მხარეს, რომელიც არსებობს და დილემის წინაშე დგახარ, რადგან სივრცე რომელს მისზე აბა აქეთაც იქეთაც ორივე მხარისთვის გინდა დრო და სივრცე, მაგრამ ფიზიკურად მართალია გეთანხმები, რომ შეუძლებელია ორივე მხარეს გაყვე. ჩემს შემთხვევაში ასე იყო პირველი 3 დღის განმავლობაში, შეიძლება 4 დღეც იყო. ბიბლიოთეკაში რომ მივიდოდი და უკვე ვიცოდი, რომ უნდა დამეწყო და პირველი წინადადება დავწერე. მეორე წინადადებაზე ვეღარ გადავედი, იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში ვგლოვობდი ბიბლიოთეკაში და გლოვობდი, ვამბობ გაცნობიერებულად ამ სიტყვას, იმიტომ რომ ღაპაღუპით ცრემლებს ვებრძოდი, იმდენად ემოციურად ვიყავი. მახსოვს ეგ მომენტები. ხო, და თან იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ გეთანხმები, რომ საკმაოდ იზოლირებული პროცესია, იზოლირებადი პროცესია, იმიტომ რომ ბოლომდე ხარ წიგნებით და საკუთარი კითხვა-პასუხებით დაკავებული და იმ პროცესში მახსოვს შენთან მქონდა, იმიტომ რომ მაშინ შენც უსაქმური იყავი. იმ პროცესში არა, უსაქმური არ იყავი, არამედ ლოდინში იყავი. ვიზის ამბებს ელოდებოდი მაშინ და ეს ლოდინი ბევრად უფრო სწრაფად გადაგქონდა და ჩემთან ერთად ემოციურად მუშაობდი ჩემს თეზისზე. მახსოვს ბევრი ფოტო გვაქვს. ბევრი ფოტო გვაქვს, ბევრი ვიდეო გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის ქართულად, გერმანულიდან ქართულად გადათარგმნა მიჭირდა, მაინც გიზიარებდი ბევრ რამეს და თან პროცესში მე თვითონ რეფლექტირებდი იმას, რაზეც ვწერდი. და სხვათა შორის ეგ არის, რომ რეფლექტირების პროცესაც აღძრავს კი არა და აღძრავს გააჩნია რა თემაზე წერ და ასე მგონია, რომ ძირითადად ისეთ თემებს ვირჩევთ ჩვენ ადამიანები, რომლებიც ჩვენში რაღაცნაირად შეიძლება ქვეცნობიერში არსებობს და იმდენად დიდი ინტერესი გვაქვს, რომ რაღაცნაირად გვიბიძგებს ეს ინტერესი, რომ ეს კონკრეტული კითხვა, ეს კონკრეტული თემა სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ. გეთანხმები და ჩემ შემთხვევაში ის თემა, რაზეც ახლა მუშაობ, ერთ-ერთ როცა დავიწყე პროგრამა, ერთ-ერთ საგანში დავწერე პირველად ამ თემაზე და მახსოვს, რომ მაშინ აი სასწაულ ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, იმიტომ რომ ამ თემას პირველად შევეხე, თან რაღაცა არ ვიცი, რაღაცნაირი ტრიგერებთანაც იყო დაკავშირებული და აი ყველაფერს ერთად იწვევდა ჩემში. თან ის მომენტი, რომ მარტო მუშაობდი ამ თემაზე და ჩემს კურსელებთან ესეც ფიზიკური კონტაქტი არ მქონდა, ეს მომენტიც იყო და თან რომ ამ თემას შევეხე, თან უფრო ბევრი რაღაც წავეკითხე, ბევრი რაღაც აღმოვაჩინე და დავაკავშირე იმ ჩემ იდეასთან, რა იდეაც მქონდა და აღმოჩნდა, რომ ვაუ, შეიძლება ეს მე რა იდეაც მაქვს, ანუ აი ამ ლიტერატურასთან არის კავშირში და შეიძლება რომ რეალური იყოს ჩემი თეორია.
და აი ამის აღმოჩენის პროცესში ვიყავი და მაშინ მახსოვს ძალიან მიჭირდა, ძალიან ბევრი ვიტირე კიდევაც, აი ბევრ რაღაცასთან, ბევრ ემოციასთან მქონდა შეხება მაშინ მახსოვს და ნუ რა თქმა უნდა ჩემი სამაგისტრო ნაშრომი უფრო ფართოა, მაგრამ ერთ-ერთი ასპექტი და ასე ვთქვათ ინსპირაცია იმ საგნიდან გამომდინარეობს და მაშინ ვიყავი ამ ძალიან ემოციურ მომენტებში. ახლა უფრო მეტად ანუ ეს ემოციური რაღაცები უფრო დამცხრალია და თემას უფრო რაციონალურად ვუდგები და ეს უფრო ბევრ დროს მაზოგინებს და მაძლევს იმის საშუალებას, რომ ცივი გონებით შევხედო ამ საკითხს. მაგრამ ახლა სხვა ემოციური მომენტებია, ის რომ ვასრულებ, ის რომ რაღაც ფინალში გავდივარ, ის რომ აი ეს უნდა შეიქმნას უკვე აუცილებლად, ის რომ ჩემი ხელმძღვანელისგან მაქვს თანხმობა, რომ აქვს ამ თემას პერსპექტივა, რომ ძალიან საინტერესოა. აქ თან ბევრს ვუზიარებ, ბევრ პროფესორთან მქონია ამ თემაზე საუბარი და მათი ინტერესი, რომ ძალიან საინტერესოა ეს თემა და არსებობს ამაზე ლიტერატურა და ანუ ამ დროს რომ გაქვს აღმოჩენილი ისეთი რაღაცები, რაც დაგეხმარება, რომ წერო ამ თემაზე და თან შეიქმნას ისეთი რაღაც, რასაც აზრი ექნება, ანუ სადაც აზრი ამოიკითხება. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ამბავი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა პერსპექტივაა აქ ამ აკადემიურ გარემოში ამ თემასთან შემხებლობა არ ქონიათ, იმიტომ რომ საქართველოსთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხია, კონტექსტია და მოკლედ გაგიზიარებთ გზა და გზა. შემდეგ სერიაში რეკლამის შემდეგ. რეკლამის შემდეგ იხილავთ. სხვათა შორის ახლა მინდა რომ შევეხო, დღეს ვიყენებ სიტყვა სხვათა შორის ანუს ნაცვლად თუ დააკვირდით. მინდა შეგახსენოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი. ამ ხრივ ძალიან დაგვიჭერთ მხარს. და გაზრდით ჩვენს мотивაციას. მთელი პასუხისმგებლობა გადმომაქვს მსმენელზე. კარგი, ხარს დაგვიჭერთ და ძალიან გაგვახარებთ, იმიტომ რომ ყოველი ახალი გამომწერი და ყოველი მოწონება ჩვენთვის დიდი мотивაციაა და გავაგრძელებთ შესაბამისად ერთმანეთთან მეგობრობას. თუ ბევრი გამომწერი არ გვეყოლება ჩვენს 21 წლიან მეგობრობას. საფრთხე ემუქრება, თორე დარეკვას აღარ აპირებს. ერთი ეს შესაძლებლობა გვაქვს რომ დავუკავშირდეთ ერთმანეთს, ხო? სხვათა შორის დასაწყისში ვამბობდი 13 გამომწერი გვაკლია პოპულარულობამდე მეთქი. და სანამ პოპულარულები გავხდებით, გთხოვთ ხარი დაგვიჭირეთ. და მნიშვნელოვანია ძალიან ის, რომ თქვენი ვერბალური მხარდაჭერა გადავაქციოთ კომენტარების ფორმაში, გადავიყვანოთ გააზიარებაში და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ 187 გამომწერს კიდე 187 და მეტი გამომწერი ყავს. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ სასაუბრო არასდროს არ გამოგველება და გავაგრძელებთ კიდევაც 187 გამომწერით იმას, რასაც ვაკეთებთ. მაგრამ ვფიქრობთ, რომ თუ უფრო დიდი აუდიტორია გვეყოლება, უფრო საინტერესო იქნება ეს პროცესი, იმიტომ რომ ბევრ პერსპექტივასთან გვექნება ჩვენს შეხება და ესეც ჩვენთვის რაღაც ხრივ მაინც სწავლის პროცესიც არის და გაცვლის პროცესია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მეგობრებს გაუზიაროთ ჩვენი გვერდი, ან გააზიაროთ თქვენს სტორიში და მოგნიშნოთ და აი რაღაც მინიმალური სოციალური ქსელებისეული ნაბიჯებით ძალიან დაგვეხმარებით და ავაგელოდებით. თეაკო, ახლა შენ შეეხე რაღაცასთან მინდა გკითხო, იმიტომ რომ ძალიან აღარ მინდა გავაგრძელოთ ეს ეპიზოდი. ეს არის ჩვენი მე-10 ეპიზოდი. დავბრუნდეთ პირველ ეპიზოდში და როგორ ფიქრობ,
შენი აზრი მაინტერესებს. რა შეიცვალა ამ 10 ეპიზოდის განმავლობაში? და სად გაუმჯობესდა ჩვენი პოდკასტი? მე ვფიქრობ, რომ ჩემი პირადი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ შევეჩვიე იმას, რომ ყავს მსმენელი და ამავდროულად ის, რომ მსმენელისთვის ვსაუბრობთ, გარდა ამისა, ის მომენტი, რომ უფრო მეტად თავისუფალი და გახსნილი ვიყო თუნდაც ეპიზოდების ჩაწერის დროს, ეს უფრო გაუმჯობესდა და მგონია, რომ უფრო ორგანული გახდა ჩემთვის, იმიტომ რომ ცოტა როგორ ვთქვა, ცოტა უფრო მეტად მოვდუნდი, ვიდრე ადრე, აი მაგალითად პირველი ეპიზოდის ჩაწერის დროს თან ვფიქრობდი, აი რაზე უნდა გვესაუბრა, ასე ისე, უფრო მეტად ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რომ აი რა გქონდა დაგეგმილი, რომ არაფერი არ გამოგრჩენოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა თითქოს ეს სივრცე არის ზუსტად ის სივრცე, რაზეც ჩვენ ტრეილერში ვსაუბრობდით და რაზეც ადრე ჩვენ მსმენელს მივაწოდეთ ინფორმაცია და უთხარით, რომ ეს იქნება ჩვენი როგორც მეგობრების სივრცე, საუბრის მომენტი, რეფლექტირების პროცესი და თქვენ იქნებით ამ პროცესის მონაწილე. უფრო ვფიქრობ, რომ ამასთან უფრო მეტად დავახლოვდით ჩვენ იდეასთან, ვიდრე აქამდე და მეტად ორგანული და ბუნებრივი გახდა ეს პროცესი ჩემთვის. შენ რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ჩემთვის დაბრკოლება არ ყოფილა, რომ ასე ორგანულად გამოვყოლოდი ამ პროცესი, იმიტომ რომ ალბათ გამოცდილება რადგანაც მაქვს და ჩემს ინსტაგრამზე საკმაოდ დეკემბერში დავიწყე და მანამდეც კიდევ აკეთებდი ის, რომ მუდმივად ამ პროცესში ვარ, რომ მუდმივად გამოუჩნდები ხოლმე და რაღაც ვიდეოში ვსაუბრობ, ანუ ეს ახალი არ ყოფილა ჩემთვის, ამიტომ დაბრკოლებასთან ამ ხრივ არ მქონია პირდაპირ შეხება. ჩემთვის მეტად უფრო დაბრკოლება იყო ის, რომ რაღაც სტრუქტურა გქონოდა და თავიდან კიდეც დაგეგმილი იყო, ანუ წინასწარ გეგმავდით ყველაფერს და ბოლო უკვე 4 ეპიზოდი მგონი, ბოლო 4 ეპიზოდი საერთოდ დაუგეგმავად, სრულიად სპონტანურად, სრულიად ყველანაირი გეგმის და ყველანაირი სტრუქტურის გარეშე ჩავწერეთ და ბევრად უფრო კარგად გგრძნობთ ორივე თავს. ეს იყო ჩემთვის განვითარება, რომელიც თავიდანვე არ იყო დაგეგმილი. ანუ ის რომ დაუგეგმავად ჩაგვეწერა ყოველგვარი სცენარის გარეშე ჩაგვეწერა ეპიზოდები. და სხვათა შორის ძალიან მომწონს. ეს გარდაქმნა მომწონს, რომ წინასწარ არ ვიცით რაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ ვურეკავთ ერთმანეთს და საუბრობთ როგორც ჩვეულებრივ დავურეკავთ ერთმანეთს და ვისაუბრებთ რა შვები როგორ ხარ. და კიდე რა შეიცვალა ის, რომ ტექნიკური მხარე, ის რომ ვიდეოს მე ვამუშავებ და მევჭრი, აქამდე ძალიან დიდი დრო მჭირდებოდა. პირველი 3-4 ეპიზოდი ალბათ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმიტომ რომ ყველა დეტალს და ყველა პატარა შეცდომასაც კი ვასწორებდი. ახლა უბრალოდ ვისწავლე როგორ შეიძლება ამ ყველაფრის სწრაფად და ეფექტურად გაკეთება და ბევრად უფრო სწრაფად ვახერხებ. ანუ აქამდე თუ 2 საათი ვამუშავებდი 45 წუთიან ვიდეოს, ახლა შეიძლება მაქსიმუმ 1 საათში ან საათნახევარში უკვე დავასრულო. საათი და მაქსიმუმ საათნახევარი. და ესეც დიდი განვითარებაა ჩემთვის. და ის რომ რაღაცნაირად უფრო და უფრო ვუახლოვდებით ამ თემებს, რაც შეეხება კიდე თემებთან დაკავშირებით, უფრო და უფრო იმ ყოველდღიურ ჩვენ საუბრებს ვუახლოვდებით, რაზეც რეალურად მართლა ვსაუბრობთ ერთმანეთთან. იმიტომ რომ არ გეგმავთ არაფერს.
ხო, მაგაში გეთანხმები, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველა ეს თემა, რაც ეპიზოდში, რაც დასაწყის ეპიზოდებში ქონდა არჩეული, ყველა ჩვენთვის ორგანული თემაა და იმ თემებზეც იგივენაირი ავთენტურობით გვისაუბრია, როგორც მაგალითად დაუგეგმავ ეპიზოდებში ვსაუბრობთ. ანუ მაინც რასაც თუნდაც სცენარის სახით მქონდა მზად და ამას ვთავაზობდით მსმენელს, ესეც ჩვენთვის ორგანული იყო და მართალი იყო, ასე ვთქვათ, ჩვენს საუბრის თემატიკასთან, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, ახლა შენ რა თქმა უნდა იცი, მართლა ძალიან ბევრ საკითხს ვეხებით და უფრო ღრმად ვეხებით და კიდე უფრო ემოციურად და ასე შემდეგ და მეც იმაში გეთანხმები, რომ უფრო მეტად ბუნებრივია ეს პროცესი ახლა და ძალიან მაინტერესებს ჩვენი მსმენელის აზრიც ამასთან დაკავშირებით. რას ფიქრობს ჩვენი მსმენელი, როგორ განვითარდა ჩვენი პოდკასტი და ჩვენი გადაცემა უკაცრავად, როგორ ვითარდება ჩვენი გადაცემა და რა მოსწონთ ყველაზე მეტად, აი რატომ არიან ჩვენთან, რატომ არიან ჩვენი მსმენელები, მე ეს ძალიან მაინტერესებს. მეც მაინტერესებს და მგონი დროა, რომ ამ კითხვით დავასრულოთ ჩვენი ულამაზესი და უმშვენიერესი ეპიზოდი. ეპიზოდი. ამ ეპიზოდს დავარქვათ ეპიზოდი. და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში, სულ მოუთქმელად გელოდებით. შემდეგი 10 ეპიზოდის ათვლა დაიწყება. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად.